ყველას მოგესალმებით, როგორ ხართ ჩემო ზვირფასებო? მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე და ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ხნის წინ ნოუთბუქიც და პერსონალური კომპიუტერიც გაგვიფუჭდა სახლში, ხო და ძალიან მინდოდა ყოველთვის აი კონკრეტულად ჩემი რო ყოფილიყო და სხვისი არ ვიცი. ხო და მოკლედ ვიყიდე ლეპტოპი. Acer-ის ლეპტოპია. ასე გამოიყურება. ძალიან ლამაზი ფერია. და კამერაში უფრო ღია ჩანს, მაგრამ რეალურად ოდნავ მუქია. ხო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ ხალხო. აი ძალიან დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ მოკლედ რაღაც მიზეზების და გამო ვერ ვყიდულობდი. ხო და რამოდენიმე დღის წინ შევიძინე და დღეს მომიტანეს ონლაინ შევიძინე და ამიტომ მივუცით რომ სახლში მოეტანათ. სხვათა შორის თხელია და რაღაცნაირი საყვარლობა. ახლა გაჩვენებთ ლეპტოპთან ერთად თუ რეები შევიძინე ლეპტოპისთვის. ეს არის Lenovo-ს მაუსი, უკაბელო და ძალიან საყვარლობა და USB ასეთი პატარა და საყვარელი. ეს არის 128 გიგაბაიტიანი. ხო და რაღაცი მოკლედ. მე არ მიყვარს სენსორზე რო არის მაუსი. რაღაცნაირად ჩემთვის არაპრაქტიკული არის. ხო და ყოველთვის მირჩევია ხოლმე რომ ასეთი მაუსი მქონდეს. ხოლო შემდეგი არის ჩანთა. ასეთი ჩანთა ვიყიდე ლეპტოპისთვის. ეს ყველაფერი ვიყიდე ონლაინ მეგობრებო და კი აწერია ხოლმე როგორი ზომის არის და ასე შემდეგ, მაგრამ მაგებში ვერ ვარკვევი და დიდად არ ვხსოვ ხოლმე მაგებს ყურადღებას. ხო და მოკლედ ცოტა დიდი არის რაღაცნაირად მიდიდება, აქვს რამოდენიმე განყოფილება. ისეთი ხარისხიანია. აი არ ვიცი, ძალიან ხარისხიანია ჩანთა. ესეთია შიგნით. ხრიწზეა. ეს ყველაფერი შევიძინე მაღაზია Zoom-ში. მედია ბევრი წელი გამიძლებს. და დროზიადრი არ გარდაიცვლება. ხო და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ მართლა. დაახლოებით 5 დღის წინ შევიძინე. დღეს არის უკვე სამშაბათი და დღეს მომივიდა შუა დღეს. 5 დღე ცოტა ბევრი იყო. მართლა სული დამელია ხალხო. ახლა კიდე Windows-ი აქვს და რაღაცები აქვს მოკლედ დასაყენებელი და ასე შემდეგ და ხვალ ველოდები პროგრამისტს დღეს არ ეცალა. ქალაქ გარეთ არის გასული თავის საქმეებზე და ხვალ დილით დარეკავს. გუშინ სამსახურში არ ვიცოდი რა მეკეთებინა და ამიტომ რაღაცები გამოვწერე, მათ შორის ლეპტოპის აქსესუარიც. ხო და ერთი სულ მაქვს როდის ჩამოვა. და კიდე რაღაცები გამოვწერე, ხო. იმასაც აუცილებლად გადავიღებ, იმიტომ რომ ვფიქრობ საინტერესო ტემუს განყოფა იქნება. მოკლედ 2025-ის მეორე ნახევარი ჩემთვის არის ძალიან ასე რომ ვთქვათ, კარგი და ესეთი რაღაცნაირი, იმიტომ რომ ყველაფერი მისრულდება, რაც ოდესმე ჩამიფიქრებია. ძალიან ბევრი რაღაც ამისრულა უკვე რა. ისეთ რაღაცეები, რის დასრულებაც აქამდე შემეძლო, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიმეტებდი თანხებს და ასე შემდეგ და ვხარჯავდი ჩემი ხელფასის ნახევარს ალბათ სისულელეებში. თუ არ ჩავთვლით წამლებს და რაღაცებსაც ჩემ ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ხო და ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და ცოტათი მეშინია კიდეს, იმიტომ რომ არ გავითვალო. რამდენჯერაც ძალიან კარგად ყოფილვარ, იმდენჯერ რომ მithქვამს რომ ბედნიერი ვარ, მეთქი და კარგად ვარ თქო. მერე ძალიან ცუდად დატრიალებულა ყველაფერი და
ფუი. იმედია, ოკეი, კარგად იქნება. იმიტომ რომ რამოდენიმე სურვილი კიდე დამრჩა. იგი ხალხო, უცებ მომარდა ქარი და მთელი სახლი დაბლაყრია, რასაც ქვია. სახლში ყველაფერი დაბლა ჩამოყარა. აი ეს უკან პარკი ახლა შევამჩნია და მაგით მიხარით. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო, მინდოდა რომ ჩემი სიხარული გამეზიარებინა თქვენთვის, ხო და ახლა დაგემშვიდობებით, ამ ვიდეოს დავამონტაჟებ და აუცილებლად დავდებ დღესვე. Bye! Bro, I know.